მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. აქ და მოდით ვნახოთ რა გაგახარებთ თქვენ ახლო მომავალში მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. ვნახოთ აბა რა გაგახარებთ მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. ახლა დავამატებ ქვებსაც. და მოდით პირველი ვარიანტი იყოს ასეთი შავი ქვა და მეორე ასეთი ციტრინის მინერალი. აირჩიეთ სასურველი. მეგობრებო, ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს ოქტომბერში ან ნოემბრის ბოლომდე, მინდა გითხრათ, რომ ეს პერიოდი არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ გავაკეთოთ 1 წლის ტარო პროგნოზი, ამიტომაც ამის მსურველებმა მომწერეთ პირადში. ზოგადად პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ აუცილებლად პირადში. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად უნდა მოიწონოთ ეს პოსტი. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ვფიქრობ, უკვე ყველა აარჩევდა. თასების პაში. ეს არის რაღაც მოულოდნელი, თქვენთვის მოულოდნელი ყურადღება, უცაბედი ინიციატივა კონკრეტული ადამიანისგან, კონკრეტული მამაკაცისგან თითქოს. ნახოთ აბა, დავამატოთ არკანები, რა გაახარებს პირველ ვარიანტს მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. ნახეთ აქ როგორ რაღაცას ვხედავ. პირველ რიგში თქვენ აქ ან გაგიჩნდებათ რაღაც ახალი ინტერესი კონკრეტული სფეროს მიმართ, ხო, და იქნებით ზოგადად მეტად შთაგონებული. ალბათ ყველა მიცით ეს შეგრძნება, როდესაც რაღაცის კეთება ძალიან მოგწონს, გვიყვარს, მაგალითად, არ ვიცი, ცეკვის სიმღერის დავუშვათ, ხო? ძალიან მოგწონს, ძალიან გვსიამოვნებს და ჯერ კიდევ დაწყებით ეტაპზე, როდესაც ვართ. რაღაც ასეთ შეგრძნებას ვხედავ, რომ რაღაც ან ახალი ინტერესი გაგიჩნდებათ ან შთაგონება და პლუს ამასთან ერთად ვხედავ კონკრეტული ადამიანისგან თქვენს მხარეს ყურადღებას, მაგრამ მეტად შემოქმედებითი ენერგიები მოდის და შეხედეთ ხმლების სამიანი ამოვიდა, რომელიც არის საკმაოდ ნეგატიური არკანი, მაგრამ რადგანაც ჩვენ ვშლით იმაზე თუ რა გაგახარებთ, აქ მე თამამად შემიძლია ვთქვა ასეთი რამ თქვენ შეძლებთ კონკრეტული ნეგატიური მოვლენის, კონკრეტული ტკივილის საბოლოოდ გადახარშვასა და მიღებას. ეს ტკივილი უკვე ფიგურირებს თქვენში და თქვენ შეძლებთ, რომ ეს ტკივილი როგორც იქნა მიიღოთ, სწორად გადახარშოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ ამ ტკივილიდან გამომდინარე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გაგახარებთ პირველ ვარიანტს. კიდევ კონკრეტული ადამიანი მომდის რა, კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული ადამიანის მხრიდან მოდის აქ ინიციატივა, სხვათა შორის ვერ ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი არის მთლად ჯანსაღი, ამ მთლად ჯანსაღი განზრახვებით არის მეთქი, იმიტომ რომ ცოტა საქმხედავ რაღაც დამოკიდებულებებს, ცოტა ტოქსიკურ კომუნიკაციებსა და ურთიერთობებს აშკარად. მაგრამ ნახეთ, მიუხედავად ამისა, თქვენ გაგახარებთ ამ ადამიანთან კომუნიკაცია, პლუს ამასთან ერთად ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ბევრ თქვენგანს ეხება ის, რომ თქვენ შეძლებთ ამ ადამიანთან ძალიან სწორად კომუნიკაციას, თქვენ შეძლებთ, რომ ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, დაამარცხოთ, შეძლებთ, რომ მისთვის საკადრისი პასუხი გასცეთ, შეძლებთ, რომ დაამარცხოთ რაღაც ნეგატიური მიჯაჭვულობა, რაღაც ტოქსიკურობა, რაც უკვე ფიგურირებს ამ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ამისთვის მოგიწევთ ბრძოლა და ერთეულებთან ისედაც კი რეზონირდება, რომ ადამიანთან კომუნიკაცია კი გაგახარებთ, მაგრამ ეს ტოქსიკურობა არ წავა. თუმცა უმეტესობასთან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ აუცილებლად გამოგივათ ის, რომ ამ ადამიანთან შეძლებთ, რომ დაალაგოთ ურთიერთობა და შეძლებთ, რომ გაიმარჯვოთ როგორც საკუთარ თავზე, ასევე ამ ადამიანზედაც.
კი ბატონო, შეძლებთ რომ გაიმარჯვოთ, უბრალოდ ამას ცოტა მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება ერთ თვეზე მეტი დროც კი დაგჭირდეთ იმისათვის, რომ გადახარშოთ რაღაცეები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგივათ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, გადავედით ახლა მეორე ვარიანტზე. თქვენ რა გაგახარებთ? არკანი იმპერატორი ქალი. ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რომელსაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ბევრი თქვენგანისთვის აქ შეიძლება იყოს ნანატრი ორსულობა. არ არის აუცილებელი თქვენი, ეს შეიძლება იყოს ორსულობა, თუ თქვენ მამაკაცი ხართ, მაგალითად თქვენი მეუღლის ნანატრი ორსულობა, ხო? ან რომელიმე თქვენი ახლობლის, ნათესავის. თუმცა უმეტესობასთან აქ რეზონირდება როგორც ზოგადად უბრალოდ რაღაც ნაყოფიერი პერიოდი, როდესაც თქვენ თავს გრძნობთ ძალიან მიმზიდველ პიროვნებად. განსაკუთრებით ეს ეხება ქალბატონებს, ქალბატონებო ვინც მიყურებთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ საკუთარ თავზე რაღაც ძალიან ბევრ ყურადღებას, იგრძნობთ იმას, რომ მამაკაცებისთვის ძალიან სასურველი პიროვნება ხართ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა გაახარებს მეორე ვარიანტს მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. პენტაკლების 10-იანი და კვერთხების რაინდი. რა თქმა უნდა, საერთოდ არ გამიკვირდა. მეგობრებო, აქ აშკარად მოდის რაღაც ახალი ოჯახის წევრი ბევრ თქვენგანთან. გეშინიათ, გაფრთხილებთ, თუ თქვენ ხართ ქალბატონი დაოჯახებული და არ გსურთ შვილი ჯერჯერობით, ან ზოგადად, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოჯახის ახალი წევრი შეიძლება იყოს ან შინაური ცხოველი, ან უბრალოდ არ გეყოლებათ, ხო? თუ თქვენ არ გინდათ, ამიტომაც ამ კუთხით არავითარ შემთხვევაში არ დაშინდეთ, უბრალოდ სიფრთხილე შეინარჩუნეთ, იმიტომ რომ მე მესმის შეიძლება ვიღაცას შვილი არ უნდოდეს ჯერ, ხო? ამ ეტაპზე, ან მზად არ იყოს გარკვეული მოვლენების გამო. მაგრამ ნაყოფიერობა გამოიხატება სხვა კუთხით. მაგალითად, გავიმეორებ, შეიძლება აქ იყოს რაღაც ახალი ან შინაური ცხოველი, ან ზოგადად ნაყოფიერობა ფინანსებში, მატერიალურ ასპექტებში, ხო? იმიტომ რომ პენტაკლების 10-იანი ამოვიდა აქ. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, ბევრი დაუოჯახებელი ქალბატონიც და მამაკაციც მიყურებს. ამიტომაც პირველ რიგში უნივერსალური რაც ელოდება და რაც გაახარებს ყველას, ეს არის ნაყოფიერობა, ფინანსური და ძალიან ბევრი ყურადღება. განსაკუთრებით ბევრი ყურადღება მოდის ქალების მიმართ. ქალები, ვინც მიყურებთ მეორე ვარიანტში, იცოდეთ, რომ ძალიან ბევრ ყურადღებას იგრძნობთ, ძალიან ბევრი ინიციატივები მოდის, ძალიან ბევრი ყურადღება მოდის ზოგადად თქვენკენ, ძალიან ისეთი საჩუქრები, ინიციატივები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა გაახარებს მეორე ვარიანტს. პენტაკლების 5-იანი კონკრეტული კრიზისული, კი ბატონო, კონკრეტული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა და პლუს ნახეთ აქ კონკრეტული მამაკაციც შემოდის ნელ-ნელა თქვენს რეალობაში, კონკრეტული ხმლების მეფე. ეს არის პიროვნება საკმაოდ ცივი, საკმაოდ მკაცრი, რომელიც თქვენთან თბილი იქნება. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს როგორც რომანტიკული ასპექტით, ასევე მეგობრული, ამხანაგური ასპექტით, ან შეიძლება სულაც ბევრ თქვენგანთან რეზონირდეს როგორც უფროსი, ხო? და ნახეთ არკანი მზე, რადგანაც ამოვიდა, დავამატებდი ასეთ ინფორმაციასაც, რომ თქვენ იგრძნობთ საკუთარ თავს, ისე თითქოს ხართ თქვენი რეალობის ცენტრი, რაც პრინციპში ასეც არის, აუცილებლად იგრძნობთ ამას. ამიტომაც ყველაზე მეტი სასიხარულო ენერგია მოდის ზუსტად იმაში, რომ თქვენ იგრძნობთ თავს სასურველად, მნიშვნელოვნად და ძალიან ლამაზად, ძალიან მშვენივრად. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.